ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მეგრელი პოლიტიკოსი და ზუგდიდელი ნიკა მელია. ნიკა, შენი ქალაქია ეს. რა შეგიძლია უთხრა ზუგდიდს? და ნამდვილად ვარ ამაყი ვიყო დღეს აქ და მქონდა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ვისაუბრო და მიმართო ზუგდიდელებს ნიშნულოვანი არჩევნებია ხახმა მეგონი შენ თქვი ნიკა ერთხელ ამ დღის წინ რომ აქ საქმე მართლა გეგა შენგელიაში და სანდრა რულოვში არ არის მხოლოდ რა არა მე რომ მკითხო პირველ რიგში სხვა რამეშია საქმე წინება ხა არც ერთს და არც მეორეს ხო გაცილებით ბევრი რამდენს და მეტი რამდენს სასწორზე ხვალინდელი უკეთესი ზუგდიდიც არა ხვალინდელი უკეთესი საქართველოს თუ აი ის ჭაობი რომელშიც ვეფლობით რამაც გძნობს ივანიშვილი რომ ესეთი არჩევნებია და ყველაფერს აკეთებს რომ მოიგოს კი ბატონო მაგრამ იცით რა არის დავაკვირდეთ უკანასკნელ არჩევნებს უკანასკნელი არჩევნები იყო სალომ ზურაბიშვილი წესი და რიგი როდესაც არჩევნებს რომელიმე ძალა იგებს ხო ახალ მანდატს იღებს ხალხისგან ის ხო უფრო ძლიერი უნდა იყოს ახალი მოტივაციით ახალი ენერგიით და შეიყვანენ არჩეულ კანდიდატს ის უკვე პრეზიდენტია და რაღაც ახალი იმპულსი ხო წესი და რიგი როგორ ხდება ჩვენთან პირიქით ქართული ოცნება ვითომ იგებს არჩევნებს და არჩევნები და სუსტდება და სუსტდება ნიკა ის მითხარი შენ აი გრიგოლ ვაშაძე როგვიზის აგერ რომელიც წესით პრეზიდენტი უნდა იყოს რა უყოთ ამას რომ არჩევნებს ის იგებს საქართველოში ვინც შედეგებს ითulis იცით რა არ არის პირდაპირ მე არა როგორც 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას უკვე აღარ არც ჩვენ ვიყავით ანგელოზები მოდი პირდაპირ თქვა მათ შორის ზუგდიდშიც ასე ამბობენ ზუგდიდელები რომ არც ნაცები არ იყვნენ ანგელოზები ეხა ანგელოზები ხახო ჩვენ დროსაც ეშინოდათ ეხა არ არის ესე ამის თქმა რომ იცით რა მაგრამ ჩვენ დროს რა ხდებოდა ჩვენ დროს ვიყავით ჩვენ თავარი მახასიათებელი ნიშნა ჩვენ ხელისუფლების რა იყო შენება პროგრესი, განვითარება. მაგრამ შიშიც იყო და ცუდია. იყო და ძალიან ცუდი იყო, მაგრამ რა არ გვაპატია ხალხმა? რა არ გვაპატია? რა მეშობა ჩვენ ვიყავით ხისტები. მაგრამ ეხლა რა ხდება? ორჯერ სამჯერ მეტად ხო ამას სიხის და ქვია, ახლა როდესაც პოლიტიკოსები ღიად, ადგილობრივი დონის პოლიტიკოსები ღიად საუბრობენ, ადამიანები უნდა გავიტაცოთ თურმე, ვინც არ არის ჩვენი მომხრე და ასე შემდეგ და არაფერი არ შენდება საერთოდ. უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ეს რა არის, ხო? ამიტომ ჩვენზე ამბობენ ხშირად იცით რა არასოდეს აღარ უნდა დააბრუნდეს ნაციონალურ მოძრაობა თუნდაც გაერთიანება ოპოზიციის პარლამენტში. არა, პირიქით, ხახნო, ჩვენ საკუთარ შეცდომებზე ნასწავლი ცხვირი მივარტყით რა მართლა კედელს და ვიცით ნორმალურ სახელმწიფოებში ხელისუფლებაში ნამყოფი ძალა ეს არის პლუსი და აქტივი ეს რატომაც ჩვენთან ითვლებოდა ისე რომ ხელისუფლებაში თუ ხარ ნამყოფი აღარ მოხვიდე პირიქით გამოცდილება მაგრამ მარტო თქვენმა პარტიამ შექმნა ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ შენ გადარჩენის ასე ვთქვათ ვერტავასული გამიწყდა აზრი რა კი ბატონო ამ ჩვენზე ამბობდნენ რას ამბობდნენ ქართული ოცნების ადგილობრივ ასე ვთქვათ ქართული ოცნების ადგილობრივ აქტივისტებს თუ ასეთები დარჩენენ საერთოდ და საჯარო მოხელეებს რომლებიც ნუ არიან უნდათ არ უნდა ჩართულები ამ კამპანიაში რა შევახსენებ 2012 წელსაც ხო თქვენ თავად ნაწილი თქვენგანი ფიქრობდა რომ არ წავიდოდა ნაციონალურ მოძრაობა არჩევნებით ხო ხო წავედით პირველად ისტორიაში გადავაბარეთ ხო მართვის სადავეები რატო იგივე მოლოდინი არ არის ივანიშვილისგან ნება იყო არ იყო მაშინაც მოლოდინი მოდი თქვა ეხლა თქვენ გაქვთ მოლოდინი ხელისუფლების გადაბარების 2012 წელი იყო მთავარი წელიწადი 2011 წელს ჩატარებული იყო დაუშვათ ადგილობრივი არჩევნები ნებისმიერ არ ვიცი მე თბილისში ან ქუთაისში ან არ ვიცი ზუგდიდში ალბათ შეიძლება წაიგო მაშინ ხელისუფლებას მაგრამ ამაზე ნათელი მაგალითი რომ ნაციონალური მოძრაობა ძლიერი ხელისუფლება ძლიერი ვერტიკალით დამარცხდა არჩევნებში იმიტომ რომ ხალხი გამოვიდა და ამოგვატყა რა პანჭური რა გითხრა წადი დამარებეთ თავი მათ შორის ზუგდიდში მიუხედავად იმისა რომ ზუგდიდი მოვიგეთ მაშინ ნაციონალური მოძრაობა იყო შეცდომები ვაღიარეთ მე ვაღიარებ იმიტომ რომ ამ ხალხში ყავს თუ ვინმე ნათესავი მყავს ვიცი რა უსამართოდ რამდენიმე ადამიანი არა იყვნენ და ბევრი ადამიანი მაგრამ რა უნდა ეხა მე რო თქვა არ ვიქნები მართალი ხონდა მივიდი აქედან სახში ჩემ ნათესავები და მეგობრებთან ახლობებთან თქვა რომ არა ეხლა რას ამბობენ ნიკა შენი ნათესავები წარმოუდგენელია როგორ მოახერხა ქართულმა ოცნებამ საიდან მოვიდა დამატებით 100,000-ობით ხმა ხალხი კი არ შეიცვალა, ხალხმა შეცვალა საკუთარი დამოკიდებულება მოვლენებისადმი. მამაჩემი ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ჩამოვიდა ზუგდიდში, ექიმი კაცია თბილისში მუშაობს, აქაც აქ. ასე თქვა, საავტომობილო ადგა და ბიძინა ივანიშვილს ჩამოყვა ზუგდიდში და აი აქ დიდი აქცია რო იყო, მიიღო მონაწილეობა, ხო? მამაშენმა. კი, მამაჩემ დღესაც ჩემზე უარესი. უარესი რას ნიშნავს? უარესი ოპოზიციონერი, ხო, ანუ უფრო წავაღე ოპოზიციონერი და მოდი ასე ვთქვა. რატო? აბა, მარტო 100,000-ობით ქართველი ასეთ მდგომარეობაში დღეს. იმიტომ რომ დარწმუნდნენ რომ ერთადერთი ძალა ზალთა
ნაკრები, ვინც გამოიყვანს ამ ქვეყანას ჭაობიდან არის გაერთიანებული. შენ მოუწოდე ბიზნეს ივანიშვილის წინააღმდეგ არჩევნებზე მე მისეხარ არჩევნ მელაპარაკე, მაგრამ არგუმენტია რომ გეგა შენგელია არის ადგილობრივი და ადგილობრივს მივცეთ ხმა. კარგი ბიჭიაო ყველა ამბობს თან არაფერი ცუდი არ აქვს სათქმე. ნამდვილად ვერ მივაყენებ შეურაცხყოფას გეგეში. კი ბატონო, მაგრამ ეხლა ჩემთვის ლაკმუსის კაღალდი როდის იყო, იცით? გუშინწი, როდესაც ვერ დაგმო ძალადობა. ვერ დაგმო ძალადობა, იცით? რა გვაღიზიანებდა ხალხო, რა გაღიზიანებდა რამდენიმე პოლიტიკოსი, რომელიც აღარაა ჩვენს რიგებში რა და არის სხვათა შორის ქართულ ოცნებაში ეხლა. როდესაც შავზე თეთრი ძახდნენ, ხო ღიზიანდებოდით, ძვირფასო ქართული ოცნების ხარდაჭერებო, ხო ღიზიანდებოდით. აი აგერ გამოდის ეხლა მეურობის მეურობის კანდიდატი კაციც ემეს დადიანების სასახლეს მიმდებარე ტერიტორიაზე. პანჩური ამოვარტყეს 8 წმოსილ მოქალაქეს ქვეყნისას მიმაჩნია ზალა სამონტაშვილი ასეთად. პლუს ვაჩეიშვილი პლუს ძალადობას გეგმავს აქ საკრებულოში და ხმას ვერ იღებს. ანუ ეს რას ნიშნავს? ახლა ვერ იღებს ხმას გეგა შენგელი არა და ჩემის აზრით გეგა შენგელია რომ გამოსულიყო და დაეგმო ეს ძალადობა ძალიან დიდ ასე ვთქვათ სიმპათიას დაემსახურებდა ზუგდიდელებში. ჩემთვის გეგა შენგელია აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია წავიდეს გუნდის მესეჯ ბოქსების წინააღმდეგ თუნდაც ეს მოდი პირდაპირ თქვა ივანიშვილის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა ხახო გეგა შენგელია ეხლა არის ადამიანი რომელიც ივანიშვილის არაფერს არ ნიშნავს. არაფერს არ ნიშნავს. წინა მერიც ალბათ ეგეთი იყო ზუგდიდელი კარგი ოჯახიშვილი და ეხლა ციხეშია. ეს ბიძინა ივანიშვილი ნანობს იმას რომ დაიჭირა წინა მერი ალბათ და რამაც გამოიწვია გვადამდელი არჩევნები. ამაში ვარ დარწმუნებული. მაგრამ ეს ხო იძულებრივი პოზიცია იყო რუსთავი ორმა აჩვენა ეს ყველაფერი. ხოლო გამიტო დაიჭირეს. ორი კლანი დაეჯახა ერთმანეთს, ორი კლანის ბიზნეს ინტერესი დაეჯახა ერთმანეთს, ერთმა კლანმა აჯობა მეორე კლანს და ის კლანი რომელიც გარეთ გონეთა ფულს არ აკეთებს, არა იმის აი შენგელია სად იქნება? იქნება რომელიმე კლანში? შენგელია, იცით რა ხა ადამე დავინახეთ დღეს შტაბი რასაკეთებს, არ იცით შენგელია. აი კვლევა ჩაუტარებია შტაბს და შენგელი არის, ასე თქვა შენგელი არის აბსოლუტურად სხვა პლანეტაზე, მაგრამ რა მინდა დავასრულო რა ბოდიში რაღაც გონია რომ ძალიან დაიღალე რაღაც. წესი და რიგით ხელისუფლება ხომ უნდა ატარებდეს არჩევნებს რაღაც დემოკრატიული სტანდარტების მიხედვით. წესი და რიგით, ხო? და უნდა ზრუნავდეს მშვიდობიანი გარემოს შექმნას. რომელსაც აკეთებს ახლა ხელისუფლება აქ? ყველა ზუგდიდელმა ხო ვიცით, ყველა ზესტაფონელმა, მათ შორის ყველა ხულოელმა, თაწმის რაიონში მაცხოვრებელმა, სადაც არჩევნები ხო ვიცით, რომ გაცილებით მეტი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე ცხოვრობს დღეს ქვეყანაში, ვიდრე ხელისუფლებისადმი ლოიეროდ განწყობილი. მორჩე გათავდა, იმიტომ დარბიან გიჟებივი. ეს ჩვენმა კვლევებმაც აჩვენა და რეაქცია გიჟური იყო. პირდაპირ შემიძლია გითხრათ. რუსთავი ორის ოცნების მხრიდან იყო გიჟური რეაქცია კვლევებზე. კვლევა ნიკა ყოველი მეორე ხა დღეს ბაზართან ვიდექით ხალბატონმა ჩაგვიარა და გითხრა რომ თქვენი მომხრე ვართ ხმა თქვენ გაწევთ, მაგრამ ეხლა ვერ გავჩერდები, იმიტომ საჯარო მოხელე ვარ და გაიარა. რა ასეუბნებით ასეთ საჯარო მოხელეებს? არა მე მინდა მათ ვიმართო რომ ეხლა ვიცი რომ თხოვენ რომ სამკუთხედი ან ოთხკუთხედი ან სხვადასხვა ფიგურები დასვა ბიულეტენზე, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, მეტი არაფერი. წარმოვიდგინეთ უბანზე სადაც არის 1200 ან 1300 ამორჩეველი და 50-60 საჯარო მოხელე ზეუბნებიან იგივეს. ხო, ვინ დაითვლის უბანი ყუთი რომ გადმოყირავდება და ბიულეტენები რომ გადმოიფრქება, ვინ დაითვლის იქ რამდენი სამკუთხედი ამოვიდა და ეს უბრალოდ არის ფსიქოლოგიური მომენტი. ვერავე ვერ გააკონტროლებს ძვირფასო მაყურებლება, ამიტომ თავარია ჩვენ ხვალ დავიძრათ არჩევნებზე, ზესტაფონში ყავს მე 10 დღე ვიყავი ზესტაფონში. და დავწმუნდი რომ არანაკლებ ოპოზიციურად განწყობილია ზესტაფ თუ მეტი არა პირდაპირ გეუბნებით რა არაჩვეულებრივი კანდიდატი ბაქა ხიჭაკაძე რომელმაც თანამდებობა აბაჩოვის მაღალი თანამდებობა ერთ-ერთი დატოვა ერთი თვის საჯარო სამსახურში და წამოვიდა და გაერთიანებულ ოპოზიციას შემოერთდა და ზესტაფონში კიდევ უფრო უარესად არის მე მგონი საქმე ვიდრე ტრადიციულად ოპოზიციურად განწყობილი ქალაქია ზესტაფონი კი ბატონო ზუგდიდში იგივე ხულო იგივე თაწმინდის რაიონი იგივე ჭიათურა ხო თაწმინდაზე რა ხდება მე აი ახლა როგორც კი დამთავრდება მივდივარ თბილისში ბრუნდები რომ ხვალ მივიდე ჩემს ზუგდიდში დილით მივცემ ხვას და ჩამოვა. ეს აპირებ ამდენ მოძრაობას. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები, როგორც ხედავ, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მიიღო. ამ წესი და რიგი ამარჩევნებს ეს დებატაღება სად არ უნდა გამოიწვიოს. კი ბატონო და რა გამოიწვია? გიზგავს თავქუდმოგლეჯილი დარბის არ იცის რა გააკეთოს ივანიშვილი და თუ ვინმეს გონია რომ იმ ადამიანს ვისაც დღეს პირადობის მოწმობა ჩამოვართვით ხახდო თუ ვინმე თქვენ გონიათ რომ ის ადამიანი ვისაც თქვენ დღეს ატერორებთ პირველი არ იქნება
ვინც გამოგეკიდებათ და არ გვინდა ეს კეტით ხელში თქვენ ძალიან ცდებით ეს ხალხი არის დღეს სანგაში ჩამჯდარი ჩაყოფეთ თავს ამოყოფენ და ერთხელაც ამოყოფს ბატონი არ ვიცი მე გენადი დაინახავს ხალბატონ ლამარას იქ ვიღაც ხალბატონ დენიზას ჯუმბერს და აღდები და გამოეკიდებიან და რევოლუციას მოუწყობენ საარჩევნო ურნებთან როგორც მინიმუმ